ბევრად ფრთხილები ვართ. რამდენიმე ნაბიჯი წინ ვხედავთ. ამის გამოყენებით ოჯახს ვაერთიანებთ. თუ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, ადამიანი, რომელიც გუშინ გვერდით იყო, დღეს შეიძლება ადგეს და გაფრინდეს. თუ მის წასვლას ვერ შევეწინააღმდეგებით, მაშინ ეს ფრთები უნდა მოიდეხო. ასე სასტიკად? მისმინე, ქალბატონო ეჯე. შეიძლება ეჯე დაგიძახოთ, რა თქმა უნდა. მისმინე ეჯე. ეს სამყარო იმათი ბრძოლის ველია, ვინც მართალია. ყველა თავისებურად მართალია, მაგრამ თუ შენ სისწორეს დაივიწყებ და ოპონენტის შეწოდებას დაიწყებ, მოულოდნელად საცოდავ სიტუაციაში აღმოჩნდები. ამიტომ არასოდეს არ დაივიწყო. გრძნობებით ვერ ვიმოქმედებთ. უდაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა გონება ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა. ასე არასოდეს ფიქრობდი. თქვენგან ბევრი უნდა ვისწავლო, ქალბატონო თურქან. წინათ გრძნობა მაქვს, რომ ერთად კარგი გუნდი გავხდებით. მადლობა, როგორ გადაგიხადო. ისე იწყებს, რაზე ლაპარაკობ. მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი მშვენივრად ვერთობით. არა, მეგობარო? დიახ, მეგობარო. როცა ჩემი შვილი სკოლაში წავა, 7 რეჟიმი გვექნება. ვიცი. ჩემო ანგელოზო, მინდა სკოლაში სწრაფად წავიდე. შემდეგ ეს დღეები მოგენატრება. მე რეცრემლებით არ მითხრა, რომ ბევრი საშინაო დავალება გაქვს. ჩემ საშინაო დავალებას შვიდად გავაკეთებ და არ ვიტირებ. ყოჩახშვილო, ჩემი შვილი სკოლაში ივლის. ახალ განათლებას მიიღებს და დედას მოუყვება, არა? დიახ, ჩემო ანგელოზო, ყველაფერს მოგიყვები. გამარჯობა ნევა, იამურ. ბატონო ალფზე არიცით, ბატონო ბერგ. მასთან საუბარი მინდოდა. რა თქმა უნდა, ოფისშია, შეგიძლია შეხვიდე. ახლავე დაბრუნდები. ბატონო ალფ. ნევა? მინდა დღეს ქალბატონ სეილანთან წავიდე. თუ რა თქმა უნდა, უარზე არ ხართ. საჭმელს მოუმზადებ, გუშინდელის მერე არ მინდა მარტო დავტოვო. მის გვერდით ყოფნა მინდა. თქვენ არ წამოხვალთ? წამოხვალთ? რაღაც საქმეები მაქვს, მოგვიანებით შემოვივლი. კარგი. აიალ, მისმინე, თასმები გაგიხსნა. შეიკარი, რომ არ წაიქცე. იამურ, ეს აიალი უკვე დიდი გოგოა, თავად შეიკრავს, არა? დიახ, იამურ. ჩემ ანგელოზმა თასმების შეკვრა მასწავლა. არ ჩაერიო, გთხოვ. კარგი. იამურ, ძალიან გავერთე, როცა შენთან ერთად ვახშამზე ვიყავი, ამიტომაც თუ დიახ სიტყვი, თუ დათანხმდები იქნებ კიდევ სადმე გავიდეთ? ამდენი კრედიტი მაქვს? კრედიტი? დიახ, კრედიტი. ამგვარად. რა თქმა უნდა. რატომაც არა? კარგი. კარგი. კარგი, მაშინ ასე მოვიქცეთ. ძალიან დიდი ხანია მანტი მინდა. მანტი გიყვარს? გიждები. როგორ არ უნდა გიყვარდეს? მაგარია. მართლა ძალიან გემრიელ მანც ვამზადებ. არ გაისარჯო, არ გინდა, სადმე წავიდეთ. არ გაისარჯო. რას ამბობ, ნუ თუ სახლის მანტი საკუთარი ხელებით მომზადებული რესტორნის მსგავსი იქნება. ეს საქმე ჩემსია. მანტის მე მოვამზადებ. კარგი, მოვილაპარაკეთ. კარგი. მაშინ საქმეს დავუბრუნდები. შევხვდებით. შევხვდებით. კარგად. შევხვდებით. მაგრამ მომზადება არ იცი. გოგო, მაგხარ? გვისმენდი? დედა მოდის. დედას არავითარ შემთხვევაში არ უთხრა, რომ ბერგს მანც მოუმზადებ, კარგი? კარგი. გვირდები. წავედით. ეჯე, საქმეები როგორ მიდის? მიზნები განსაზღვრეთ? რა მიზნები, ქალბატონო თურქენ? რადგან ამერიკიდან მოულოდნელად დაბრუნდი, ალბათ დიდი მიზნები გაქვს. იმედია, ქარახუნების კომპანია შენს მოლოდინებს გაამართლებს. სამსახურთან დაკავშირებით მიზნები ნამდვილად მაქვს. მოდი მაშინ ქალური სოლიდარობა დავიწყოთ. რა სიტყვი? ყოველთვის ქალების მხარეს ვარ. თუ კონკრეტულად მეტყვით, დახმარებას შევძლებ.
ყველაფერი ძალიან მარტივია. დიდი ხანია კომპანიაში ვერ დავდივარ. დიდად იქ ყოფნა არ მსიამოვნებს. ვიფიქრე, რომ ჩემს დახმარება შეძლებდი. როგორ? მინდა პერიოდულად დაგიკავშირდეთ კომპანიაში მომხდარის შესახებ, რომ ინფორმაცია მივიღო. ყველაფერი ვიცოდე, რაც იქ ხდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ მინდა ემირის გვერდით იყო და გვერდში დავუდგე. თქვენი გულწრფელობის ძალიან მოხარული ვარ. მეც გულწრფელი ვიქნები. მე რას მოვიგებ, ქალბატონო თურქენ? Bu işten kazancım ne olacak Türkan Hanım? კომპანიაში ყველა კარს გაგიხსნი, რომ მიზანს მიაღწიო. საკმარისია? Bence ვფიქრობ, birlikte iyi ქალური bir de სოლიდარობის yarışmacı მაგალითი olacağız. ვიქნებით. კიდევ ვიცი, რომ ბევრი თხოვნა მაქვს, მაგრამ გუშინდელი უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ მინდა გვერდში დამიდგე. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ისურვებთ. მინდა ფონდისთვის ღონისძიება მოაწყო. ჩემი თვალებით ვნახე ამ საქმეში როგორი ნიჭიერი ხარ. Gündemi დღის ეს რიგი შესაძლებლად, რა თქმა უნდა, რაც შემიძლია ყველაფერს სიამოვნებით გავაკეთებ. დიახ, წინ გრძელი გზა გვაქვს. Uzun bir yolumuz var. იმედი არასოდეს ინანებთ, რომ ამ გზაზე დავდეკით. გთხოვთ, ბატონო. ბატონო საიდ. საიდ, მოიცადეთ ბატონო. Beyefendi. მოიცადეთ ბატონო. ქალბატონო სეილან, მე ნერგის გადი. შენ მზარებზე რატომ არ პასუხობს? არ მოგეწონა რომ ალფმა მე დამიცვარა? როგორც იქნა მიზანს მიაღწი. მთელი ყურადღება დაიმსახურე, შვილთან ურთიერთობა გამიფუჭე. თავს კარგად გრძნო. ყველაფერი გააზრებულად სპეციალურად გააკეთე. ამ ჟურნალისტებს შენ დაუძახე. არაფერი გამიკეთებია. გუშინდელ მოვლენებს საერთოდ არაფრით ვუკავშირდები. სიტყვები. რაც არ უნდა ვთქვა, ვერ დაგარწმუნებ არა. კარგი, ასე იყოს. და ემატყუ არა ვიყო, კაზიმ. მაგრამ ყველაფერზე პასუხს აგებ. ახლა ტყუილის შედეგს იმკი, რასაც წლების წინ მეუბნებოდი. ნამდვილი მატყუ არა ხარ. რა ტყუილი? რომელ ტყუილზე ამბობ? რას გულისხმობ? მითხარი რომ იმ ქალსა და შენ შორის აღარაფერი იყო. თქვენ შორის სიყვარული აღარ დარჩა. თქვი რომ ოჯახის აგება ჩემთან გინდოდა. მთელი ეს ტყუილი მითხარი. დანაშაულს მე ვერ გადმომაბრალებ. ვერ გწნობ. არ შემიძლია. რა დაგემართა? რა ადამიანი გახდი? სეილან. მარა. ჩემთვის მოცემულ სიტყვას რატომ არ ინახავ? ჩვენი ცხოვრებიდან რატომ არ მიდიხარ? არ წავალ. ამჯერად არ გამოგივა. შვილს ვერ დამაშორებ. Bu sefer oğlumu benden ayıramayacaksın. ეს ახალგაზრდა კაცი ვინ იყო? ვინმე მიცნო? ეს ახალგაზრდა ადამიანი ვინ არის? მასწავლებელო. კეთილი იყოს მოგზანება. შემოგხედავ. დასრული ადამიანი გახდი. მადლობა. და ჯექიშვილო. ორი ჩაი. მასწავლებელო. კარგად ხარ? კარგად ვარ. ძალიან კარგად. შენ? კარგად მასწავლებელო. შეიძლება ნახე ან წაიკითხე რესტორანი გავხსენით. არ ვიცი, მართლა კარგი ვქენი თუ ცუდი, მაგრამ ამას ვაკეთებ. ძალიან მინდოდა დრო გამომენახა, მაგრამ
მოსვლა ვერ შევძელი. ანუ დღეს ბედი იყო. Bağlama çalmayı bıraktın mı? საზეზე დაკვრა შეეშვი? რა კითხვა საზეზე დაკვრა შენ მასწავლე? ნუ თუ შემიძლია მივატო. შემოლომო. შენი ნახვა რა მშვენიერია. მადლობა. Sağ olasın. Teşekkür ederim. ალფ, ამ თემას შეეშვი. უკეთესია სეილანზე მომიყევი. Geçenlerde ახლა ხანს haberlerde გაზეთებში წავიკითხე. Döndü mü Seylan? სეილანი დაბრუნდა. Bana bak Seylan. მისმინე სეილან. Artık haddini უკვე aşıyorsun. ზღვარს გადადიხარ. ზღვარს გადმოდივარ. ამ ზღვარს შენ მაჩვენებ? Göreceksin bana haddimi. ნუ მაცინებ მატყუარა. Yalancı. Asıl სინამდვილეში ვიცი ამას რატომ აკეთებ. sıra. ამით ვცდილობ გუშინდელი საქციელი დაფარო. Ben bunu ამას yapmam Seylan. წამოვეგები ქალბატონო სეილან, რა? ასე გონია. ბოლო ჯერ გეუბნები. Hayatımızdan ჩვენი çıkacaksın. ცხოვრებიდან წახვალ. Ve bir daha ალფს აღარ შეხვდები. წერტილი. არ წავალ. სანამ შვილს უნდა გვერდით ყავდე, მისი ცხოვრებიდან არ წავალ. მრავალი წლის წინ რომ არ დამუქრებოდი, შვილს არ მივატოვებდი. ეს რატომ გავაკეთე სეილან? ალფს რატომ არ გაჩვენებდი? კინახამ ჩემი შვილის სიკვდილის მიზეზი გახდი. ალფის ცოცხლად დაწვას აპირებდი. შვილი როგორ მომეცა? Tekrar nasıl emanet Rogor. edebilirdim? სპეციალურად არ გამიკეთებია, ხომ იცი რომ შემთხვევით მოხდა. კმარა სეილან. Seylan. კმარა. Artık yeter. ალფის შეწუხებას ვეღარ გაბედა. Etmeyeceksin. თორემ ის გაგიშვებ, საიდანაც ალფიც ვეღარ დაგაბრუნებს. შენი არ მეშინია. არც შენი, Senden de tehdit არც მუქარების, Artık korkmuyorum. არც თურქენის მეშინია. Korkmuyorum. გუშინ ღამით წარსული ნაგავში მოვისროლე. ჩვენი ისტორია დასრულდა. ვეღარ შემაშინებ. Unutamazsın. არ მაიძულო. Daha Ar fazla gabedo. sakın zorlama. Sakın. არ გაბედო. აშ რა საკეთებ? Sen გვისმენდი? bizi mi dinliyordun? არა, ქალბატონი, სეილანისთვის საჭმლის გასაკეთებლად მოვედი. საჭმლის გასაკეთებლად? კარგი. მაშინ რატომ არ მუშაობ? Değilsin. ახლა მოვედი, Şimdi ახლა geldim, ხანს. yeni geldim. თქვენი Müsaadenizle. ნებართვით İşin მინდა başındayım. მუშაობა დავიწყო. მისმინე შვილო. Burada olanlardan ალფმა აქ მომხდარი შესახებ არ უნდა იცოდეს. გესმის? მესმის ბატონო კაზიმ. კარგი. შვენიერია. მადლობა. Senin Seylan'ı მაშინაც ვიცოდი რომ სეილანს არ მიატოვებია. ნუ თუ შვილმა შეიძლება დედა მიატოვოს. Geçmişte olan რა oldu. წარსულში მოხდა Olmuş დასრულდა. da ölmüşe çare yok. Ya ben bu geçmişi რამდენი სამწარსულის დახურვა შევეცადე, მაინც იღება და Alp oğlum ben seni niye çağırdım? ალფ შვილო, რატომ დაგპატიჟე, გისმენ? Geçenlerde bizim ახლა dostumuz ხანს bir აქ adam ერთი კაცი მოვიდა, სეილანის სეილანი სულ. იკითხა თქვა რომ miras საუბარი meselesi dedi ama მემკვიდრეობაზეა, მაგრამ მაგრამ ვინ იყო? Kimmiş? არ ვიცი, ნაცნობი არ იყო. tanıdık biri değil. კარგად გამოიყურებოდა. Böyle düzgün giymiş bir სიმაღლე adamdı. ასე 80 180 boylarında. სანტიმეტრი. წავლის სპირტფიანი, სქელი Bir წარბები de ჰქონდა. böyle kalınca kaşları კიცე, vardı. Böyle iş İşte adam bitirici bir yanakla adama çöre. benziyordu. Yapmayın Seylan Hanım. შეწყვიტეთ ქალბატონო სეილან, არ დამწუხრდეთ. Hiçbir anne შულზე evladını უარს almak არც ერთი istemez. დედა იტყვის, Ben sizi გიცნობთ. biliyorum. მაგრამ Ama ბატონმა Kasım, ქასიმა რა ასე რატომ სეილან? თქვა ქალბატონო სეილან? ბატონ ალფს რა დაემართა? öyle olsun არ მინდოდა istemiyorum. რომ ასე მომხდარიყო. მართლა არ მინდოდა. Ben sadece მხოლოდ bir gece ერთხელ çok geç ძალიან ნასვამი ვიყავი. işten geldim. სამსახურიდან მოვედი. Kapıda açık oldu. კარებთან ალფი იწვა. Ateşliydi, çok hasta. ტემპერატურა ჰქონდა.
ძალიან ავად იყო. Oraya ben yatırdım. სახლში შევედი, მაშინვე დავაწვინე. წვნიანის მომზადება მინდოდა. ვიფიქრე, რომ წვნიანი კარგად იმოქმედებდა. შემდეგ Ocağı açıp აღმოჩნდა, რომ გაზქურის გამართვა დამავიწყდა. sızmışım. Bir anda და etrafımızda ჩამეზინა. alevler sardı. ერთ წამში ხანძრის ცენტრში აღმოჩნდით. სპეციალურად არ იყო. მე გინაღამ შვილი მოვკალი. მრამე რომ მოსვლოდა, ვერ ვიცოცხლებდი. საიმედო გადაწყვეტილება მივიღე. ალფი კასიმთან წავიყვანე. Götürdüm. მაგრამ მის წამოყვანას ვაპირებდი. განკურნებას, გონს მოსვლას ვაპირებდი, შემდეგ შვილს წამოვიყვანდი. Sonra yangın შემდეგ ხანძარზე გაიგო. ალფი აღარ უჩვენებია. მასთან სახლში წავედი. გამომაგდო. დღეები კართან მეძინა. Günler çok მერე ჩემთან ფულით მოვიდა და მითხრა, ეს ფული აიღე და ჩვენი ცხოვრებიდან წადი. ალფს ვეღარ ნახავო. ვერაფერი გავაკეთე. dedi. ისეთი სუსტი ვიყავი. ისეთი დაუცველი. ვერაფერი გავაკეთე. შვილი ვერ წამოვიყვანე. ვერ წამოვიყვანე. İnsan bazen ადამიანს ზოგჯერ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ქალბატონო სეილან. ძალა არ ყოფნის. yaparken bulur. იმის გაკეთება უწევს, რაც Bir რაც anne საერთოდ არ უნდა. evladı დედამ için შვილის kendinden გამო vazgeçer. შეიძლება უარი საკუთარ თავზეც თქვას. შვენივრად ვიცი. თქვენს ყველაფერი ბატონი ალფის ასიკეთოდ გააკეთეთ. Yapmışsınız. და იმის მიუხედავად, რომ თქვენს წინ ასეთი გავლენიანი ოჯახი იყო. ალფს არავითარ შემთხვევაში მოუყვე, კარგი? არავითარ შემთხვევაში. მე მოუყვები. Diyeceğim. როცა დრო მოვა, მოუყვები, მაგრამ შენ არ გაბედო. İnan ama sakın sen şimdi söyleme. კარგი. იამურ ეს საქმე მზადაა. მართლა? ანუ ვარჯიშები ყველათ არ გაგვიკეთებია. რა თქმა უნდა, მათგან დიდი სარგებელია იამურ. დედამ ხომ არაფერი იცის? რა თქმა უნდა, არა. მასთან თავს ვაჩვენებ, რომ არაფერი ვიცი. კარგი. დედა ძალიან გაოცდება, არა? თანაც როგორ. პატარა ჭიანჭველა ბევრს მუშაობდა. ძალიან დაიხალა. შეგჯამ. შეგჯამ. როგორც შენ ძალიან ბევრი იმუშავე და დაიღალე, არა? იამურ არ გინდა. კარგი არ ვიზამ მისმინე. კითხვა ძალიან სწრაფად ისწავლე. ხაიალ, როცა სკოლაში წახვალ, თანაკლასელებს ცოტა გააღიზიანებ. Arkadaşların birazcık gıcık olacaklar sanki sana. მათთან არ წავიკითხავ. უბრალოდ დედასთვის სიურპრიზია. კარგი. მიდი მომიყევი პატარა ჭიანჭველა რას აკეთებდა. მომიყევი გისმენ. Dinliyorum. Heh, burada. პატარა ჭიანჭველა akşam საღამოს სახლში დაბრუნდა. dönme შეგჯამ ჩემო ძვირფასო ყოჩახ. თვალი არ გეცეს. Maşallah sana. სიახლეები არის? არის. მანქანა რომელმაც დედა სეილანი მოიყვანა ნაკირავებია რა. ყველაზე უარესი სადრომ ვისაც არ უნდა ეკნა, მანქანა თავის სახელზე ნამდვილად არ უყირავია საქმეს ართულებს. Ben de şöyle მე bir ასეთი haber var. სიახლეები მაქვს. Birileri anneme ვიღაც დედაზე ცნობებს აგროვებს. რატომ? არ ვიცი. მემკვიდრეობას ამოეფარა, გამოიკითხა. დედა სეილანს ოჯახთან კავშირი არ აქვს. საუბარი რა მემკვიდრეობაზე შეიძლება იყოს. ვინ აკეთებს? არ ვიცი. მაგრამ გონებაში ერთი სახელი მომდის. ვინ? ქორხანი. ქორხანმა დედა სეილანზე საიდან დაიწოდეს. არ ვიცი, მაგრამ ეს სიტუაცია ძალიან ძაბავს. başladı artık. ეჯე მოვიდა. კარგი, შემდეგ ვისაუბრებ. გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი იყოს მომბრძანება. ქალბატონო ეჯე, საქმეს დაუბრუნდები. წარმატებები. Evet Ece. დიახ, ეჯე, რატომ მოხვედი? გუშინდელის მერე შენზე ვნერვიულობდი.
მოსვლა და ნახვა გადავწყვიტე. კარგად ვარ, არ ენერგიულო. სულ ესაა? რა სელოდი? ალპ, რატომ არ მითხარი? მთელი წელი ყოველ დღეს ერთად ვატარებდით. დედა შენზე, შენს წარსულზე არაფერი ვიცი. ერთმანეთისთვის ამდენად უცხოები ვიყავით. ამას აზრი არა აქვს. დიახ, აქვს, ჩემთვის აქვს, რადგან უკან დავრჩი. სულთანო ნევა. რატომ მოხვედი? რა გითხარი? ახლავე პოლიციაში დავრეკავ. შენთან არ მოსულა, სულთანო ნევა. ბატონი ალფის სანახავად მოვედი. არ გაბედო. ჩემ შულთან მიახლოება არ გაბედო. როგორ არ თქვენია? პრინცესა ჰაიალ, არ მომესალმები? ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ. წადი აქედან. არ მინდიხარ. დედა ძალიან მეშინია. Korkma kızım. ნუ გეშინია შვილო, ნუ გეშინია. შენს გვერდით ვარ, ვერაფერს იზამს. Ece söylemedim çünkü ეჯი არ მომიყოლია, რადგან საჭიროდ არ ჩავთვალე. საჭირო დარჩათვალე, არა? ჩემი ბოლო გაფრთხილება. გესმის? აღარ მინდა ჩემს გარშემო დაგინახო. ალპ. ალპ. რა გითხარი? არ გითხარი, ნევასთან თავის შორს დაიჭირე მეთქი? ბატონო ალპ, არ გინდათ გთხოვთ. შვილი წაიყვანე და შიგნით შედი ნევა. ბატონო ალპ. აი ალის ეშინია, აიყვანე. ბატონო ალფ, ჩემი ვიზიტი ნევას საერთოდ არ უკავშირდება. შვილო, აქ მოიცადე, ახლა დავბრუნდები. დედა გთხოვ, არ წახვიდე, მეშინია. კარგი, კარგი, აქ ვარ. ნუ გეშინია. Ben direkt შენს დასამშვიდებლად მოვედი. etmeye geldim. დასამბობ. Bu ამ წუხარებამ დარდმა, სევდამ როგორ ჩანს, შენს ნერვულ სისტემაზე იმოქმედა, მაგრამ ზედმეტად არ her ჩაიცეკვო. ailede olur böyle ასეთი şey. რამ ყველა ოჯახში ხდება. ახალგაზრდობიდან დედა შენის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. Büyük როცა გაზეთებში წავიკითხე, Hani ისე gazetede ავყელდი, heyecan. რომ მაშინვე აქ მოვედი, ვიფიქრე იქნებ შესაძლებლობა მქონდეს პირისპირ გავიცნო. იქნებ ერთხელ Belki günün birinde ქორჰან Korhan ათეშისთვის sevgilerim შენ იყავი, არა? Ha? Annem კაზინოში დედაზე შენ გაიკითხე? შენი ხელების საქმე, არა? შენ გააკეთე? ვივარაუდოთ რომ მე გავაკეთე. რა სიზამ? ალპ, არა, არა, გამიშვი ბერგ. კარგი, კარგი. გამიშვი ბერგ. ამდენ ხალხში რას აკეთებ? შემომხედე. სანამ პოლიცია გამოვიძახე. აქედან გაეთრიე. გაეთრიე. კარგი დღე. კარგი დღე. შენ არა, არა. წარმატებები. შვიდად. Sakin. kızının belçesini. რა გააკეთე ამდენ ხალხში? ბატონო ალპ, ნევა, კარგად ხართ? კარგად ვართ. Ferhat hadi sen. ფერჰად, გონჯა უკან დაბრუნდით და კლიენტები ადგილზე დასვით. ბატონო ალპ, კარგად ხართ. კარგად ვარ. მაგრამ ხელი. ნევა, შემეშვი. დედა ძალიან მეშინია. ალპ, ეს ხალხი ვინაა? ეჯე, შემდეგ განვიხილოთ. შიგნით შედით. მიდით. Kimsin ya? Kimsin sen ya? ვინ ხარ? ბატონო ქორჰან, შეგვეძლო იქვე მოგვეყვა. ნება რატომ არ მოგვეცი? Bilmiyor muyum? მე არ ვიცი. ბატონი ალფი ცოცხალი მჭირდება და ეს საქონლის საქმე დასრულდეს. მისი დროც მოვა. არა. ეს სეილანი უნდა გაგვეხსნა. ისეთი შესაძლებლობა გაუშვით. არ მესმის. თუ ჩვენ არ ვართ, მაშინ ვინ? ბატონო ემირ.
ლიხ, საქმეები როგორაა? არავინ იცის რომ გარეული ვარ, არა? არა, როგორც მოვილაპარაკეთ. სეილან სორგუნის სიახლე ყველა ჟურნალისტ ანონიმური ნომრის სხვადასხვა წყაროდან გაეგზავნა. შეუძლებელია რომ თქვენზე გამოვიდნენ. კარგი. შვენიერი ნამუშევარია. არავინ უნდა იცოდეს რომ ეს სიახლე ჩემთან მიიღება. არი ნერვიულად ბატონო ემირი, არავის ვეტყვი. მაინც გაფრთხილებ. რაღაც დრო აღარ გამოჩნდა. რა თქმა უნდა. როგორც იტყვით, მადლობა. შვილო, მიდი კარები გააღე, ნუ გეშინია აქ ვარ. არა, არ გავაღებ. მაშინ ეს ცუდი ხალხი ყოველთვის მოვა. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. მე ხომ გვერდით ვარ, გთხოვ, კარები გააღე. გთხოვ, შვილო, გამოდი. მოდი. მოდი, ოჩახ. შენს გვერდით ვარ. ვერავინ და ვერაფერი ზიანს ვერ მოგაყენებს. დამიჯერე. ჩემო ანგელოზო, ალფი ჩვენს დასაცავად ამ ცუდ ადამიანებს ეჭყობა? დიახ, შვილო. ნახო ბატონი ალფი როგორაა. დიახ, ჩემო ანგელოზო, ფიქრობ უნდა ნახო. მეც ნერვიულობ, ალფს ხომ არაფერი მოსლია. ფიქრობ არაფერი მოსლია. ფიქრობ არა, არ ინერვიულო. აქ ბალზიკთან ერთად დამელოდე, ახლავე დაბრუნდები. კარგი. ჩემო ერთადერთო. ძმაო, ეს ბევრჯერ განვიხილეთ. ვამბობდით რომ ქორხანთან ამ საკითხს სხვა მეთოდებით მოვაგვარებდით. ხალხთან ჩხუბში, როგორ ჩაები? რა მეთოდებზე მეუბნები? ღია თქვა რომ დედაზე პრესას უთხრა. რა უნდა მექნა? რა, მითხარი. კარგი, კარგი. ალფ. ხილი ცუდად გამოიყურება. ყინულს მოვიდან. ალფთან მიდიხარ? დიახ. ხელისთვის ყინული მოუტანე. არ გაისარჯო. მინდა ვნახო როგორაა. ვერ დამშვიდები სანამ არ ვნახავ. დღეს უკვე საკმარისი არ გააკეთე. ალფი ახლა ძალიან ანერვიულებულია და შენი ნახვა არ უნდა. კარგი. ვინ ხარ? ვერ გავიგე. ამ ხალხთან რა კავშირი გაქვს? შენგან რა უნდათ? თქვენი საქმე არაა. ყველაფერი რაც ალფს ეხება, მეც მეხება. ალფი ისე ადამიანი არაა, ვინც კლიენტების თვალწინ ჩხუბს დაიწყებს. მით უმეტეს შეფის დახმარებისთვის. ასე რატომ მოიქცა? არ ვიცი რისი გაგება გინდათ, მაგრამ თქვენს კითხვაზე პასუხი არ მაქვს. უკეთესია ეს საკითხი ბატონ ალფთან განიხილოთ. შვილთან ერთად აქ ცხოვრობ. დიახ. უცნაურია. უცნაური რა არის? ალფი სამსახურში ამის ნებას არასოდეს მისცემდა, მაგრამ რაც არ მინახავს, იმის შემდეგ ძალიან შეიცვალა. სურვილები, გემოვნება, გარემო. ალბათ შეეცოდეთ. დაიბნა. მაგრამ აქ ვარ. ალფს დავეხმარები, გონებაში ყველა საკითხი მოაგვაროს. მისმინეთ ქალბატონო ეჯე. ერთადერთი რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი შვილია. ყველაფერია, რაც ცხოვრებაში მაქვს. ბატონმა ალფმა რთულ დროს ხელი გამოგვიწოდა. მადლობის გადახდას ვერასოდეს შევძლებ. სხვაზე საუბარი ვერც იქნება. სხვა აზრადაც არც მომსვლია. პრინციპში უმნიშვნელოა. დედა, ეს დავინა. არ ვიცი შვილო, არ ვიცი. მოდი ალფთან ჩვენც წავიდეთ, ძალიან ნერვიულობ. არ შეიძლება შვილო, მაგრამ ალფის ნახვა მინდა. ვიცი, მაგრამ არ შეიძლება. სტუმარი ყავს. მოდი არ შევაწუხოთ, კარგი? კარგი.
თავად მივხედავ. ალფ, ეს ხალხი ვინა? მომიყვები? როგორც ჩანს, იმ ქალს სახელად ნევას უკავშირდება. სამსახურს უკავშირდება ეჯე. გასაგებია? მშვენიერი იქნებოდა მარტო რომ დაგეტოვებინე. მარტო დარჩი. დარჩი მარტო. ეჯე შენს მიმართ რაღაცას კიდევ ჩნობს მაო. გეუბნები. ყველაფერს გააკეთებს რომ დაგიბრუნოს. ეს გაითვალისწინე. ალბათონო ეჯე, კარგი დღე. ტაქსი. საით ხალბატონო? წადით, გთხოვთ. ანუ საჭიროდაც არ ჩათვალე, ჩემთვის გეთქვა ალფ. რამე მითხარით? დურო. ძალიან ცუდად ვარ. თვალებში მიყურებს და ტკივილს მანიჭებს. ყველაფერი დასრულდა. გასაგებია? ამიერიდან ალფ კარაჰუნი ჩემი ყველაზე დიდი მტერია. ვერც კი ხვდება, რა შემიძლია. ეჯე, დამშვიდი. ვერ მშვიდდები. ფიცა ვაიძულებ ჩადენილზე პასუხი აგოს. ყველაფერს ვიზამ, რაც ჩემს ძალებშია, რომ გავაუბედურო. ყველაფერი დასრულდა, გესმის? დასრულდა. აღმოჩნდა ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცოდი, სრული ტყუილია. მთელი დრო მატყუებდა. საერთოდ არ ვიცნობდი. ამისთვის გადაიხდის. კალი ყავს. მასაც მივხედავ. გინდა მოვიდე. ახლავე მოვალ. დიდი ხანია ასე არ ყოფილხარ. არა. ამასთან მარტო გამკლავება უნდა ვისწავლო. მადლობა დურო. დიდი მადლობა. კარგია რომ ხარ. შენც არ მოიწყინო კარგად. ყველაფერი რაც ალფს ეხება, მეც მეხება. თუმცა იმის შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე, ძალიან შეიცვალა. სურვილები, გემოვნება, გარემო. ალბათ შეეცოდეთ, დაიბნა. ბოსნეული დაიწვა. ნევა. ბოსნეული. ყველაფერი კარგადაა? წარით წყლის ქვეშ. მე მივხედავ, წარით წყლის ქვეშ კონდეს. ყველაფერი რაც ალფს ეხება, მეც მეხება. ახლა აქ ვარ. ალფს დავეხმარები, გონებაში ყველა საკითხი მოაგვაროს. ბატონო ალფ, კარგად ხარ? კარგად ვარ. მაგრამ ხელი? შემეშვინება. კარგად ვარ. დედა ძალიან მეშინია. შეიძლება შემოვიდე. შემოდი. დედა არა? დედა მუშაობს, ჯერ სამუშაო დროა. Mesafe saatlerindeyiz. მართალია. Mesai სამუშაო დროა. saatlerdeyiz. დაჯექი. მოვედი, რადგან შენზე ვნერვიულობდი. ძალიან გტკივა. Yani. არა, საერთოდ არა. რაც გააკეთე ძალიან ცუდია. დედა ყოველთვის ამბობს, რომ ჩხუბი ცუდია. olduğunu söyler. საკითხების მოგვარება საუბრითაც შეიძლება. Çözebilirmiş. მართალია. მართალია, დედა სრულიად მართალია. მაგრამ İşte böyle çok როცა ვხედავთ, რომ ახლობლებს canını ტკენენ, yandığını görünce შეიძლება თავი ვერ შევიკავოთ. insan kendine hakim Tamam. olamıyor. ჩხუბი საერთოდ არ მიყვარს, იცი? Biliyor musun? მაგრამ მხოლოდ ჩემი ანგელოზისთვის შემიძლია. რადგან ძალიან მიყვარს. შენი ანგელოზი გიყვარდეს, მაგრამ არის ჩხუბო, კარგი? Kavga etme. შეხედე? Tamam mı? ხედავ? Bak, რა მოხდა? görüyor musun? Ne oldu? მეც ვიჩხუბე. Ben de kavga. ჩხუბმა
რამე მოაგვარა? არა. შენ ჩözümი değil. ჭუბი გადაწყვეტილება არა. დიდი მადლობა, რომ ცუდი ადამიანებისგან გადაგვაჩინე. ამიერიდან ზიანს ვერავინ მოგაყენებთ. ყოველთვის დაგიცავთ. კარგი? მაგრამ ჩვენად იქნები. დედას არ გააბრაზებ. სპირდები? დედას რატომ უნდა ვაწყენინო? ადამიანმა არ უნდა აწყენინოს მას, ვინც უყვარს. მართალია. ადამიანმა არ უნდა აწყენინოს მათ, ვინც უყვარს.